ხო? მთელი დღე, მოკლედ ერთი დღე ვქონდა, დილით ჩამოვედით და ცოტა ხანში ისე უნდა წავიდეთ. ამიტომ ძალიან გადარბენით გავაკეთეთ ყველაფერი. რაც შეიძლებოდა მაქსიმუმი გვენახა, რაც შეიძლებოდა ცოტა დროში და სულ ჩქარობთ. დიდი ხანი ვერ გავჩერდით ვერსად და იმის განცდა სულ იქნება ახლა ამ ვიდეოში, რომ ინფორმაცია დაგაკეთეთ მოკლედ, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ვეცადეთ რომ მაქსიმუმი გვენახა და გადმოგვეცა ის დეტალები, რაც დამახასიათებელია ვაშლოვანის ნაკრძალისთვის. ჩემ უკან კლდე, სადაც მერცხლების ქალაქია, დებენ კვერცხს, ათმობენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ჩეკავენ და ზოგი დაბლა ვარდება, ზოგი ბარტყი და დაბლა ძირს ელოდება გიურზა, რომ ეჭამოს. ძალიან საინტერესო პროცესია. ბიჭურა ლამაზები არიან. გვენი ჭირიმე. Так, მოდი ზმაო, მოდი ჩვენთან. მოდი. ყაზბეგის ეროვნული პარკი მოვიარი და ეხლა მოდივარ ვაშლოვანის ნაკრძალში. მინდა რომ ნახო ეგ ადგილით სანამ შეგულების დღეები დამთავრდება და ყოველ რამდენიმე დღეში დავუბრუნდებით ჩემ ფოთლოვან ტყეებს. ხო და ეხლა იმის იმედი მაქვს, ან ჯერ ხო იმის იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი რამის ვნახავ, რაც შეიძლება მეტი მინდა ვნახო, ცხოველი, ფრინველი, მაგრამ ყველაზე ძალიან ალბათ მაინც გიურზების ნახვა მინდა. და იმედია გაგვიმართლებს დღეს და ვნახავ გიურზებს, ძალიან მაინტერესებს ესე არ ვარ შეხვედრილი მე გიურზასთან გაგიკვირდებათ და პირისპირ არ გვინახავს ჩვენ ერთმანეთი არასდროს და ძალიან მაინტერესებს. მოვით ადმინისტრაციაში სავალდებულო პროცედურებს გავისაუბრები და მე გავალთ ყოველზე. შევედით მანქანაში, უბრალოდ შევლაგდით. ისე მოხდა რომ ჩემი შვებულება და ამის დასვენება ძალიან ემთხოვა ერთმანეთს და ეხა წამოვედით ვაშლოვანის ნაკრძალში და დავათვალიეროთ აქაურობას. ყაზბეგის მერე დავათვალიეროთ აქაურობას, ა? ძალიან მიდოდა და თან ძალიან მიხარიოთ აქ. ძალიან კაია, ძალიან. ფოტოაპარატი ხომ მომართე. აუ, დადარი. გიორგი ჩვენი კოლეგა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან და დღეს ერთად მოგზაურობთ და ვნახოთ აბა როგორი მოგზაურობა გამოგვივა. გიორგი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, უმაგრესი ადამიანი, თავისი საქმის ძალიან კარგად მცოდნე და ესეთი კადრები ყველა სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ეს ამხელა სივრცე ისე აქვს ათვისებული, რომ ყოველდღე ფაქტობრივად ყველასია დააგროვებს მასალებს ბუნებრივ რესურსებზე. ვაიმე რა კაი ტიპები არიან. ეხლა ხო წავიდნენ და ცოტა წინ მივალთ. ძალიან კაი სანახავია, ძალიან ხა ისე გამიხარდა, რომ ან ისეთ ექშენში კადრის გადაღებას ძალიან დიდი აზარტი აქვს. ეხლა მივიდოთ თან კაკბებს, წინ კაკბები მიდიან და ჩვენ ნელ-ნელა მივიდოთ თვალთვალებით. ბატონ ნიკოლოზი ფოტოებს უღებს და ჩვენც ეხლა კიდე ძარაზე გვიდგას. სარენჯეროს შემოვედით და ეხლა აი ველზე გამოვედით რა. იქით ნახეთ სივრცეში. ეხლა თქვა გიორგიმ და შეხედეთ დავინახე მეც, რომ მინგიჩაურის წყალსაცავია უკვე. ნახეთ რა მხოლოდ წყალია რა და აქეთ ეს ველი. აი ულამაზესი ადგილია. და ძალიან მრავალფეროვანი სანახაობა. ფრინველებს გულისხმობ ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ბევრი სახეობა ვნახე. ეხლა მივად მანდ გადასახედია და იქ გადაიღებ ძალიან მაგარ კადრებს. მონახეთ, ვიღაცები არიან. ესა ლეოპარდის ერთი. პირველი ხედი. გადაფიქსირდა? ლეოპარდი? უფრო დაიბრიდებოდა თორე. აქ ვნახავთ ლეოპარდი. აუ რა მაგარია, ნახეთ. ეხლა ეს არის ერთგვარი ორმოსავით არის რა, მაღლი, ჰა? სახელი რა დაარქვეს, იცი? აბა რა დაარქვეს? ნოე, ვარდლა. საი კაცერი. ეს არის როცა დაფიქსირე. რომელი წელია? 8. 2008.
ნოეს გაიცნობთ ყაზბეგის ბლოგიდან და ამას რომ დავდებთ უკვე გეცოდინებათ რატომ ქვიათ ამ კაცს ნოე, ქვიათ რაღაცა და ქვია ორმოა, აი ორმოა არის თუ ჩანს ეხლა არ აღიქმება კადრში არ აღიქმება ისე როგორც ეხლა თვალით ხედავ. ძალიან დიდი სივრცეა, ძალიან დიდი ორმოა რა. და მაღლი დაყურებ გონია რა უნდა ჩავარდე. აქ ფეხით შედიხართ ხოლმე? ხო, კი. და რას ნახულობ ხოლმე? ძირითადად რა ბინადრობს? აი ამ ადგილში. და ეხლა ამას უყურეთ, ამას შეხედეთ რა. ამას შეხედეთ. რა ტიპია, რა პატარა. ოიმე, რა მაგარი როჟ გამოდი, ცოტა ვილაპარაკოთ, გამოდი. მასე მხვდები სტუმარს ბიჭო. ცოტას მოგეფერები ბოდიში და მე დაგვსოვ ისო. აი ხა ხო შეიძლება რომ მანქანამ გადაუვაროს. კი, აუცილებლად. გადავსვათ. გამოდი რა ცოტა ხანი გეხვეწები, გამოდი ბიჭო. პატარა როა დიდ ბალახში მოძრაობა უჭირს და გზაზე იმიტომ გამოდის ეხლა აი რა. კაცია ყაზბეგიდან ჩამოსული. ესე ხვდები? ძალიან საინტერესო რაღაც გითხრა ეხა გიომ და კიდევ ერთხელ გითხარი რა. გეხვეწებ პანტიშარის ხეობაზე ვიმყოფებით და პანტიშარა იმიტომ ქვია რომ პანტის ხეები იყო ძალიან ბევრი და ნუ შარა კიდე სპარსულად ნიშნავს გზას. და ხოლოდ აი ამ გზიდან გაყავდათ დიდი რაოდენობით ქართველი ტყვეები ჩვენს დამკრობლებს. ბოლო გზას აი აქ გადიოდნენ ჩვენი ქართველები. ეს პანტიშარის ხეობა ემოციური სანახავია, როცა ესეთი ისტორია ახლავს თან. ამიტომ მნიშვნელოვანი რომ იცოდე ის ადგილი თავისი ისტორიით და შესაბამისად გადასცა მე ეს გარემო სტუმარი იქნება თუ უბრალოდ სხვა ადამიანი რომელსაც დააინტერესებს თუ რა ხდებოდა ამ ადგილზე. დიდი ქართველი ცერულია დაურელი აქ მაგარი მაშკაცები როდესაც მაღლიდან ბარტყებით შვივიან, დაბლა ცხოვრობენ ბევრი გიურზები. ბევრები არიან ძალიან და პირდაპირ ყლაპავენ მაგ გიურზებს და ისა მერცხლებს და გიურზები მაგითი იკვებებიან. გამოძრავებაც არ სჭირდებათ ორი წამი ჩაუწიო ერთი. აი ამაზე ამბობ და მერცხლები ჩანან კიდეც ნახეთ. მერცხლების ბუდეების ყურეთ, აი რა ლამაზია ნახეთ. ხო და აქ რო ბარტყობენ, კვერცხიო გამოიჩეკება, გიომ რაც თქვა, აი აქ ჩივა და პირდაპირ გიურზები, პირდაბრჩენილები, ხახადაღებულები ელოდებიან რომ მიირთვან ბარტყები. ცოტა ისეთი მოსასმენი კი არის, მაგრამ ბუნება არას ვიზამთ. ყველა საკვები სჭირდება და სხვანაირად არ შეიძლება და არც გამოდის. რა საინტერესოა ისე რა, გაევლი რამდენიმე კილომეტრს და ისეთ გარემოში აღმოჩნდები სულ რო ვერ წარმოიდგე. ეხლა ესეთი სანახაობაა, რომ არც უბრალოდ უნდა დადგე და დააკვირდე, უყურო და თან არ გბეზრდება. თან ის პროცესი, რაც გიორგიმ თქვა, გიურზები რო ელოდებიან, დაბლა შთამბეჭდავია, ძალიან შთამბეჭდავია. ულამაზესია აქაურობა რა, ულამაზესი. წარმოიდგინეთ ეხლა ეს პროცესი. ჩემ უკან კლდე, სადაც მერცხლების ქალაქია, დებენ კვერცხს, ათბობენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ჩეკავენ და ზოგი დაბლა ვარდება, ზოგი ბარტყი და დაბლა ძირს ელოდება გიურზა, რომ შეჭამოს. ძალიან საინტერესო პროცესია. და აქ შევნიშნე კიდევ ერთი ბუჩქოვანი ხე, თრიმლი. აი ეს არის თრიმლი, ახლა ყვავილობის პერიოდი აქვს და ულამაზესი ხე არის. ხეც არ არის, ბუჩქოვანია და ძალიან ლამაზი სანახავია. ჩვენთანაც არის თრიმლიანის ადგილები და ადმინისტრაციის შესასვლელშიც გვაქვს ძალიან ლამაზად არის ფორმირებული. ხო და აქ ეს თრიმლი არის ძალიან ბევრი, ძალიან. რა? შეიძლება ხეზეც დაიკიდოს და მიავდებაო რა, ანუ პრეშურ თუ შეხვალ რა გაიჩნდოსო? შეიძლება ანუ ხეზე ისვენებდეს. აი გიურზა? კი და ზოგ შემთხვევაში კუცი ჩამოყობს და ნიავდება კიდეც. როდესაც ცხელა. აჰა და აბა სიგრილეში რა ძალიან საინტერესოა. აუ ნეტავ ნახო. ამიტომ ყურადღებით და ძალიან მინდა რომ ეგ გველი გადავიღოთ. თრიმლიანი რო ახსენე, რა ლამაზი არის უბრალოდ უყურეთ. აი ულამაზესი ხე არის. ჯოჯოც ვიპოვე და რა ვხელა. ნუ სინამდვილეში გადადებული კადრია და ამ ხელა არ არის რამ ხელას ჩანს, მაგრამ მაინც დიდია.
ჯოჯოც ვნახეთ. კარგი გამოსვლა გვაქვს. ყველამ თუ არა ბევრმა მაინც იცის რომ ვაშლოვანის ადგილზე ძველი ძალიან ადრე გეოლოგიური პერიოდით ადრე ზღვა იყო და აქაურობა ოკეანური წყლებით იყო დაფარული. და ამის დამადასტურებელი ფრაგმენტები და ნიმუშები არის აქ. აი ეს სულ ნიჟარებით არის სავსე ეს დანალექი ქანი არის რა. როცა ცვლილებები მოხდა გეოლოგიური ცვლილებები ერთმანეთში აირია, შემდეგ მოხდა სხვადასხვა ტემპერატურის დაწნევის ქვეშ და მიიღო ესეთი შეკავშირებული ვიზუალი. და გვაქვს ესეთი კლდეები არის სავსე აქ ამ ნიჟარებით და ეს არის დასტური იმისა, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ოკეანური ტერიტორია, ოკეანით იყო დაფარული. შემდეგ უკვე როცა კონტინენტები გაიყო და დაცალკევდა, სადრე რო იყო პანგეა და მიიღო ის სახე, როგორიც ახლა არის. და აქ კი დარჩა ისეთი ადგილი, როგორცაც ახლა ხედავთ. ადრე აქ იყო ოკეანე. ესეც ახლო კადრი. აი ნიჟარის ფრაგმენტი შეხედეთ. საოცარი არის, ანუ ამერიკის გაცნობიერება არის საოცრება რა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესები არასდროს ჩერდება და მუდმივად მოქმედებს. პროცესები გეოლოგიური და ბუნებრივი პროცესები რომ გაჩერდეს, მაშინ ყველაფერი მკვდარი უნდა იყოს და ბუნებას აღარ უნდა ჰქონდეს სიცოცხლის რესურსი. კიდევ ბევრი მილიონი წელი იქნება ეს რესურსი, თუმცა ყველაფერი რესურსია და ფიზიკაც ამას ამბობს, რომ ყველაფერი ამოწურვადია და ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ ამ რესურსების ამოწურვას. პირიქით ხელი უნდა შევუშალოთ, ხელი იმას უნდა შევუწყოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი ჰქონდეს ბუნებრივი რესურსების. აი დაჩი ესენი არის ნიჟარები და დათვის ხევში დაახლოებით აქედან 1 კილომეტრი ნახევარში ხდება ასევე კლდეში გამოკვეთილი სამხრეთული სპილოს ძვლები. არა მაგარია. ეგ უკვე ესეც პალეონტოლოგია ნიჟარა მოლუსკი. დადგენილია და ეროვნულ მუზეუმში არის თბილისში წაგებული. იქ წაიღო მუზეუმმა, რა მაგარი. იმის შემდეგ წვიმებზე ხელახლა გამოიტანა ახალი ძვლები. რეცხვის შედეგად, ქანებით რეცხვის შედეგად გამოჩნდა. სამხრეთული სპილოს ძვალი, ან მილიონობით წელზეა აქ ლაპარაკი. წარმოიდგინეთ რა მაგარია, როცა ესეთ ფრაგმენტს ნახულობ ბუნებაში, უფრო მეტად გინდა რომ მოუფრთხილდე და უფრო მეტად გინდა რომ ნახო. ეს არის ჩვენი საქმიანობა რა, ველზე ვართ ყოველდღე რეინჯერები ვართ ველზე და ესეთ დეტალებს ვაწყობებით, ამიტომ გვიყვარს განსაკუთრებით ბუნება და ჩვენც აი ყველა ამიტომ ვცდილობთ რომ ყველას გაუზიაროთ ეს ჩვენი ნანახი, რომ ყველა მიცოდეს, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველამ აბსოლუტურად. ფოტოვოთ ახლა პალეონტოლოგიის მუზეუმი, ხო პალეონტოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის განამარხებულ სხეულს, ცოცხალი ორგანიზმები, როცა მოკვდა და დაფარა მიწამ, შემდეგ ეს განამარხდა, ბევრი წელი რო იყო ამ მიწაში, ტემპერატურა წნევა, მასში მოხდა ცვლილებები და ჩვენ რო ვნახეთ დღეს ამ ერაში, ამას დავარქვით პალეონტოლოგია, ესე იგი ძველ ფრაგმენტებს, ცოცხალ ფრაგმენტებს რომ ვსწავლობთ. დავტოვებთ ახლა ამ პალეონტოლოგიურ მუზეუმს და წავალთ უკვე ქურციკებისკენ. სამუხის ველზე, ხო? აი, რასაც ახლა ყველა ძალიან ისე ველოდებით, რომ მე არ მყავს ქურციკი ნანახი ცოცხლად და ახლა ვნახავთ ჩვენ. აქვეო? საძმოს ხექვია ამას, ერთად რო დგანანახით. რა მაგარია, რა ამას ანახავია. სახსაღაჯია. ჰა? სახსაღაჯია. სახსაღაჯი. აუ რა მაგარია შეხი. საძმოს ხე. სამუხის ველზე ვართ ახლა. და მივემართებით ჩვენი ქურციკებისკენ. სულ მალე ვნახავთ. სულ მალე. ცოტა გადაგჭირს, ცოტა. მოუთმენლად ველით, მოუთმენლად. ეს ერთი წელში. ფეხზე ადგება უბრალოდ რა თან და უფრო მაგარი კადრები გამოგივა. პირველი კადრი ვნახეთ მამალი. აუ რა მაგარია ბავშვით მიხარია. აუ რა როჟა ბიჭო. აი მე საფარი, არანაირი საქართველო. ეხლა შეხედეთ ჩვენ მეგობრს და მასპინძელ ქურცის როგორი ცხელი ჰაერია და მიბლარავს იმას კადრს ფოტოაპარატით. ძალიან ბლარავს. აი ნახეთ ახლა იმილებს. ეს არის რამდენი მეტრი იქნება? 300 ალბათ.
150 ძალიან ცხელა და აი ლივლივებს უხაი აუ რა მაგარია ეხა ისე ვტყვები რომ ხანი ბინოკლი უნდა ამოვიღო და უყურო ეს ჯერჯერობით ერთი მამაა Osul ხო ემოცია. აი სპანაირს რო ნახულობ რაღაცა დათვი რო არ არის. დათვი რო არ არის, ჯიხვი და ანუ ისეთი ცხოველი რომელიც ძალიან ისეთი არსებაა ჩვენ გარემოში. ასასიამოვნოა. როგორ გვიყურებენ? საერთოდ არ გაქვს შთაბეჭდილება რომ საქართველოში და როგორ უყურებენ მანქანა კურწყნარად არის ისინი დაბადებულები არიან პოზიორობისთვის ნო მაზები არიან კი ზა აი რო შინიათ ხა იქნებ დამსახურება მაზები არიან ძალიან ლამაზები არიან. Quindi ჭირიმე. ეხლა ეს გაგიწყვე რომ გაიქცე, გაიგიტო ხე ეს ხომხარი გაიქცეო და ლიკლებში ხომხარი დაგიწვევს. ეხა ეს ორივეა პედალი რა. ხო და დიდი ალბათობით აქ შეიძლება ლიკლი წყავს. კი, დიდი ალბათობით ლიკლი ყავს დამალული თვითონ შორიახლოს წოვს და კონტროლს უწევს თავის ლიკლიქს. და მხოლოდ მიდის იმ დროს, როდესაც უნდა თავის ლიკლიქს აჭამოს, გამოკვებოს და ისევ შემდეგ განერიდება და შორიახლო გააგრძელებს ძოვას. იქიდან გამომდინარე, რომ რაიმე მტაცებელმა მისი ლიკლიკი არ შეამჩნიოს, ამისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. ყურადღება გადააჭარბა. ესეთი ხო. ეხლა გვიტყუებს ის ნახე? ხო, გავიდა იქით. სად იყო და სად გავიდა? ხო, ან შეიძლება ხაიდიაში მიდის ლიკლიკთა? არა, ამ ეტაპზე არა. როდესაც დაინახავს, რომ გარემო არის 7 და არსაიდან არაფერი არ ემუქრება, საფრთხე არ აქვს, აი ამ შემთხვევაში უკვე მე წავა. ანუ ერთად არაყავთ ხო? ლიკლიკების სხვადასხვა მხარეს არის. სხვადასხვა ადგილას, კი. სხვადასხვა მხარეს არის. კი, მოინახე როგორ გაცალკებდნენ მათ. ერთად ხო იყვნენ, ეხლა დაშვდნენ ერთმანეთს. აი აქ მდელოზე, ბალახებში. 100%-ით არის ახალი თაობა. მე-12 თაობას ხურცკების მე-12 თაობა შანდელი მონაცემებით 519 ინდივიდია დაფიქსირებული და რაც აზერბაიჯანში იყო გადასული ანდაც მაღალ ავშანში, ანდაც ჭალებში ვერ შევამჩნიეთ, ნუ ის სხვა. რაც ჩვენი თვალით ნახეთ, 519 ინდივიდი წელს გადაითვლება ისევ, ხო, ახლა? წელს სავარაუდოდ რა თქმა უნდა ისევ გადაითვლება შემოდგომისთვის. და ამ გადათვლასაც თავის წესები აქვს, ვინაიდან მივიღოთ სწორი მონაცემები. უდიდესი შრომა დევს ამაში, უდიდესი. ამ 12 წლის წინ საერთოდ აღარ იყო, იმიტომ რომ ბრაკონიერებმა სულ გაანადგურეს ადრე. ანუ იმდენად უმართავი იყო ეს ნადირობას. მე გეტყვია რომ მონადირე არ ანადგურებს სახეობებს. ეს არის ბრაკონიერობა. კაი, რომ მოსპო მთლიანად რომ ამოიღებს სახეობას, ეგ ნადირობა არ არის, ეგ არის დაუფიქრებლობა. მოსპეს და აი ეხლა ამდენი არის უკვე ამდენი ინდივიდია არის იმ დიდი შრომის შედეგი, რასაც აი ეს ბიჭები აკეთებენ ყოველდღიურად ველზე. ნახოთ ეს ადგილიც, ნასოფლარი, ნასახლარი, ნაქალაქარი, სვეტი. ვაა, რა საინტერესო. ანუ ეს იმის ნიშანია, რომ აქ ხალხი ცხოვრობდა, სავარაუდოდ ქალაქი იყო და ეს არის წიდა. ანუ კინას ადნობდნენ ვისგანაც აკეთებდნენ ალბათ სხვადასხვა საბრძოლო იარაღს, ხო? კი. აი იმ წიდის ძალიან ბევრი ნარჩენები არის მიმოფანტული. ასევე არის ქართული კრამიტის ნარჩენები, ასევე არის ქვევრის პირი, ხო. აგერ არის ძალიან ქვევრი. შენახვა რა მაგარია, ეს არის
შეხედეთ შენარჩუნებული არ არის გატეხილი დამწვეული ნახეთ რა მაგრად არის შენახული საინტერესო ღვინოს აყენებდნენ და ძალიან საინტერესო შემდეგ მიეცოდნენ აგი რა ფრიალო ადგილას სადაც ვერ წარმოიდგენ თურმე იყო ქალაქი თურაჯი ვნახეთ ფოტოები მოვახერხეთ რა ვიდეოც მინდა რომ გადავუყო თურაჯის წითელ წიგნშია შეყვანილი წითელ ნუსხაში რომელიც გადაშენების პირას ყოფი არსებებისთვის არის შექმნილი და არ შეიძლება მათი ხელყოფა ძალიან ნაყოფიერი გამოსვლაო აი ძალიან ნაყოფიერი ყველაფერი გადავიღეთ ერთადერთი დარჩა ალბათ გიურზაცა ძალიან ცხელა და ცოტა შემარულები არიან ვიღაცები რომ დაინახავენ გველს ნებისმიერ სახეობას აღარ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა იმიტომ რომ ზოგისთვის ყველა გველი გველია და მიდიან და ზოგი მანქანას გადაატარებს ზოგი რაღაცას ჩაარტყავს და კლავს გველი არავის არაფერს უშავებს გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა როცა უკვე თავდაცვაზე გადადის არავის ერჩის რა გარდა მეცნიერული კვლევებისა ბიბლიური სიუჟეტითაც კი გველმა რო ევაშიაც ცინა ღმერთმა უთხრა რომ ყველა გაგირბოდეს და ყველას გაურბოდიო ასეც არის რა არავის არ ენახება ყველას გაურბოს და არავის არაფერს უშავებს ის რომ აი უხსენებელი და ოხმაგის და ასე შემდეგ ეს მიდგომა არის ძალიან ცუდი არავის არაფერს უშავებს და ბუნებისთვის არის საჭირო რა ნუ მოკლავთ რა თუ რაღაც განუვალი მდგომარეობა არ არის უბრალოდ შეეშვით გადავუღეთ ფოტოები რა ვიცი დაათვალიერეთ შორიდან რა თქმა უნდა და გაეშვით გაიარეთ თქვენ გზაზე აღარ შეგხვდებათ ის გველი მეორედ თქვენ რა ნუ კლავთ რა ესე ნუ ხოცავთ გველებს რა და ეს არის ბუდეში ყაპყაპი ფოტოები კი გადავიღეთ მაგრამ ვიდეოც იყოს ნახეთ რა მაგრად არის მოკავათებული ახლა როგორ ადგილას აქ მანდ გიუძა ვერანაირად ვერ მოხვდება ვერ მივა კარგად არის ჩავარდება აი ვერ მივა გეგონება ხელით არის ნაკვეთიო ბუდის დაბლა ორნამენტებს ხედავ კი ზუსტად ბუდის ჩასული დაბლა მეჯნის ყურეზე მოვდივართ ეხლა და ერთ გადასახეთს მოვადებით რა ქვია ამ გადასახეთს ქვია უსახელოს გადასახეთ უსახელოს გადასახეთ აუ რა მაგარია ეხლა გაჩვენეთ დაბლა კომპასი გამარჩენი არა ჩაიშლება ის არ ჩაიშლება ხშირად უნდა მოვიდეთ რა ნიკუშ რა სიტყვი ულამაზესი ჩამოვირბინე ხოლმე ხევიდან ხანდახან კი არა რა იმედია შეგადილი ხშირად ხო აბა რა ეს მე არ მქონდა აქვე ვიყავი და ნანახი არ მქონდა ამის ანახავა რა შეიძლება საგვარგარეს წავიდეს კაცი და აქტოვანდეს და აქტე გაქვს რა ყველაფერი გვაქვს რა ვაფშე ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ხო ვიყავი ყაზბეგში ყაზბეგის ვიდეო ადებული მექნება ამას რო დავდებ უკვე кайხის მაგრამ ყაზბეგიდან რო წამოხვალ რამდენიმე საათი გინდა აქამდე ბაშლოვნის ნაგრძალამდე მაგრამ ყინვარებს შევყურებდით იქ რამდენიმე დღის წინ ყინვარებს და სულ რამდენიმე საათში უდაბნოში ხარ რა თან რო ვერ წარმოვიდგენ იქიდან ასე მალე რო აქ გაჩნდები ანუ ვერ წარმოვიდგენ შეუდარებელია რა აქაურობა საერთოდ მთელი ქვეყანა უდაბნოდან მწვერვალებამდე ადიხარ ახლა როგორი ლამაზია აუ შესანიშნავი იღებს ხო იღებს მოდი აი ცოტა აქაურობაზეც ვიტყვი რა შემოსვლიდან აქამდე თითქმის მთელი დღეა აქ ვართ რა და ის დასკვნა გამომაქვს რომ მთელი ეს ტერიტორიები არის მუზეუმი სადაც ნახულობ არქაული პერიოდიდან თანამედროვე პერიოდამდე ნიმუშებს. ოღონდ ფიზიკურად ნახულობ. ნიჟარები ვნახეთ ასევე ქვეწარმავლები, ვნახეთ ჩლიქოსნები, არაერთი სახეობა ვნახეთ, რომელიც ულამაზეს სანახაობას ქმნის რა. ხო და მნიშვნელოვანია ასეთი ადგილების შენარჩუნება
ისეთი ვერ იყოს მომავალშიც როგორიც ახლა არის. ამიტომ გვიწევს რეინჯერებს შრომა. აქაურ რეინჯერებს ყოველდღიური შრომა უწევთ. ჩვენც ყოველდღე ნებისმიერ რეინჯერს ყოველდღეველზე არიან და ეს ბიჭები საერთოდ 7 დღე ველზე ცხოვრობენ, მერე მიდიან სახლში. მერე ისევ 7 დღე ველზე და ძალიან დიდი საქმეა და ძალიან დიდი ჯაფა ადგათ ამათაც მხრებზე. მაგრამ შედეგი სახეზია, შედეგი ვნახეთ კიდევ ქურციკების რო არ იყო რამდენიმე წლის წინ და დღეს უკვე მე-12 თაობა გაჩნდა და როცა ამ შენ ნაშრომს ნახულ რომ შედეგი აქვს, აი ეს არის ყველაზე დიდი ემოცია, ამას ვერანაირი ანაზღაურება ვერ ჩაგინაცვლებს, მაგრამ ყველაფერი ამას შრომას სჭირდება დაფასება რა. ადამიანების მხრიდან რა თქმა უნდა პირველ რიგში, იმიტომ რომ ვიზიტორი როცა შემოდის ესეთ ადგილებში, პირველ რიგში უნდა აცნობიერებდეს ყველა, რომ როცა ასეთი გარემო ხდება, ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი. თებიდან ჩამოხვედი, შენი გარემო არის მუდამ თოვლიანი, თებს გულისხმობ. და ეხლა აქ დაგხვდა უდაბნო, ნახევარ უდაბნო და უდაბნო. აი, განცდა მითხარი რა, შენი ყოველდღიური სამუშაო და იქიდან რომ გაჩნდი, უცებ აქ, აი, როგორი შთაბეჭდილებაა. ან როგორი შეუდარებელი ქვეყანა გვაქვს რა, რომ რაღაც 2 საათში შეგიძლია იყო მყინვარზე და 2 საათში შეგიძლია უდაბნოში იყო რა. ორი სიტყვით აღწერ თქვენი ქვეყნის მრავალფეროვნების და ბუნების. ნამდვილად, სწორი. რამდენიმე დღის წინ წეღარ ვამბობდი კიდე რაღაცა 2 საათში შეგიძლია ზღვაზე აღმოჩნდეს, აი. ყველაფერი რა და მე როგორავდა ნახო და დააფასო რა. ყველგან ხო არ არის ესეთი გარემო. არ არის ყველგან და ჯობია რომ ჯერ აქაურობა ვნახოთ. საქართველოს უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება. და მე წავიდით სხვაგან რა, სად გაიქცევა ის სხვა გარემოს. კაცი თუ შენსაც არ დააფასებ და არ მოუვლი. აი, ჩათვალე რომ არსად საღები არ იქნები რა. დიდი რესურსი აქვს ჩვენ სამშობლოს იმისთვის რომ ვიმოგზავროთ და დავათვალიეროთ სრულფასოვნად. სუსტად. რამდენიმე წელი შეიძლება დაჭირდეს ამას. ხო და გვაქვს ეს წელი და ნელ-ნელა აი ვცდილობთ ხოლმე რომ ეხლა ჩვენი ნებასურვილით შეგვიძლია ხოლმე თავისუფალი დრო გამოვნახოთ და ერთმანეთთან წავიდეთ. ეხლა ნიკოლოსთან ვიყავი, ეხლა შენ გესტუმრე და რავი ეხლა თქვენ მესტუმრეთ. აუცილებლად ნუ ნაშალი რა. სულ ეროზია არის მთელი ტერიტორია, ხა რასაც ვათვალიერებთ, ეროზირებულია და ხშირად რო წვიმს მერე იფიტება ნიადაგი და იშლება. ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი ვამდე მიზნის პურამდე და ალაზანი ხევა მოდის რა ცოტა შემზარავიც კი არის. თან მღრია, ძალიან მღრია. წინები იყო ძალიან დიდი წინა იყო. თან ძალიან ხანგრძლივი. იმიტომ საკმაოდ დაგიდებულია. აუარება ყოღვა უბრალოდ უკვე გამიკდინეს მთელი ხალხი. სათვალეების გაკეთება მომიწია ეხლა რო თვალებშიც მივარდებოდნენ. მაგრამ მაგარი ადგილია, ძალიან სიამოვნებით ნახავდი ყველა დეტალს. სად რო აღარ გვაქვს. ამიჯნის ყურე, იმიტომ ხია ამ ადგილს. აი დინარის იქით ალაზანია ის. ალაზნის იქით მხარეს, იქიდან აპირი უკვე აზერბაიჯანია და რადგან ეს მიწა არის მიჯნა სხვა სახელმწიფოსი, ამიტომ ხია მიჯნის ყურე. საქართველოს აზერბაიჯანი. ან ყოფია ალაზანი, რომელსაც ძალიან დიდი დებიტი აქვს და უზარმაზარ წყალს ატარებს, რასაც იხლა უყურებ. აუდი შევაჯამოთ ეხლა დღევანდელი დღე. მივდივართ უკან ბრუნდებით. ბნელდება. ნელა გავალ. კარგი დრო კი გვინდა ეხლა გასვლა, მაგრამ თქვა თორის ჩემ თავად ვიტყვი რომ ძალიან დიდი მადლობა ისევ გიოს და ადმინისტრაციას. ბატონო აირასაც ძალიან დიდი მადლობა ნახეთ გავისაუბრეთ. და მოკლედ გიორგი ძალიან დიდი პატივი გვეცდრეს და
იმის ნახევარსაც ვერ ნახავდი ჩემ გარეშე რაც ეს ვნახე. კურციკები, ჯოჯოები, კაკბები, უამრავი სახეობის ბინადარი ვნახეთ. შემოდგომას დავგეგმოთ ერთი გამოსვლა კიდე ნიკოლოზ ასკი. მოახერხებ. ძალიან კარგი იქნება შემოდგომის გარემოც იქნება ძალიან. მართლა შეიძლება წამოხვიდე და შეიძლება თელფრევატო ბიზნეს გაკვლევაში მოგიდეს. არა მე თავიდან უთხარი რომ მეთქი არ შეწუხდე მე თვითონ დავიცი უბრალოდ ავიხსნე 1-2 მონაკვეთი და შევალთქო მაგრამ თელფრევატო მარტო გზაზე გვექნება რომ ეხლა წარმოიდგინე ჩვენ რომ შემოსულიყავ ვიცი რა დავიკარგებოდით ალბათ 20 ჯერ მაინც და ვერაფერს ნახავდი შენ გაიხარი ზმოვიდა რა ბევრი წარმატება ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ მე არ არის ადვილი ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი იყო თან ისეთ ადგილას როგორც ვარშლოვანის დაცული ტერიტორიები არის და ბავშვებთან გაქვს აგერ კომუნიკაცია ურთიერთობა სისტემატურად და აგერ საქმეს აკეთებ და მოკლედ მომავალ თაობას ძალიან კარგი ადამიანი ყავს რომ გააცნოს ვარშლოვანის ნაკრძალი და ბევრი წარმატება მინდა გაიხარე მადლობა მოკლედ ძალიან მაგარი დღე გამოვიდა რა მაგარი დღე გამოვიდა და თქვენს ნახავები ნახეთ ნუდი და პრინველი ვნახეთ, გადავიღეთ. არა ვიცი, ეს ერთ და სხვა მრავალი მოკლედ. ეგრე იყო. მადლობა დღევანდელი დღის. მადლობა ისევ შენ და შეხვედრამდე შევხვდებით შემოდგომას ალბათ. ბატონო. აუცილებლად დავთვალ იმას, მისაც დიდი სიამოვნებაა. ბავშვები აუცილებლად ეს თუნდეთ და ხო კიდევ ერთი კარგავს ძალიან ბევრი და კარგავს ცოტა აი შეიძლება საქართველოში აგიხუროს თავის ჩამოხდა რეკომენდაციის სახით ვიტყოდი რომ ვინც არ არის აქამდე ყოფილი აქ და ზოგადად დასულ ტერიტორიებზე ნუ შეხვალთ ისე რომ ადმინისტრაციაში არ გაიაროთ ვიზიტორთა ცენტრის სპეციალისტებთან რეკომენდაციები. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ასე დროს დიდ რისკებს აარიდებთ თავს, ამიტომ ჩვენ ვთხოვნა რომ ყველა თითოეულ დასულ ტერიტორიაზე როცა გადაწყვეტთ სტუმრობას აუცილებლად შეიარეთ ადმინისტრაციაში და გაესაუბრეთ ვიზიტორთა ცენტრის სპეციალისტებს. და ბოლო შტრიხები. მაღლა ხირო, პატარა ხი. აი ძირშიზ. აი აქ. აი აქ ჩემთი ცუკურა. ой ხელი აიღე. აუ რა მაგარია ამის გადაღება როგორ მინდოდა. დავიწყეთ რაღაცებზე. ესე ჩვენი ჭოტი და რა პატარა. ვაიმე ვიდეოში რამ ხელა ჩანს არა და ძალიან პატარა. ძალიან პატარა. ძალიან პატარა. როგორი თვალები აქვს. გენიალურ ადგილზე ვარ.